ჩვენ ცხოვრებაში წარმატება მოდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ფასეულებებს გადავხედავთ, ნახეთ, როდესაც ჩვენ ვაკეთებთ, რაღაცას ვაკეთებთ, თან ეს ზოგადად ბედნიერებას არ გვაძლევს, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს თუ არ ვაკეთეთ, ჩვენი ცხოვრება გაცილებით უარესად წავა. ამიტომ სხვა გზა არ არის, რამდენი გამიგია, რომ აბა ეს რო არ გავაკეთო, აბა რა გავაკეთო და არ გაბედნიერებს. თუ გადახედავ შენ ცხოვრებას და იმ ბოქრომებს მოხსნი, რა ბოქრომებიც ჩვენ მოგდევს ბავშვობიდან, წარსულიდან, ძველი სკოლის მოაზროვნე ხალხიდან, ხო, რომ არ უნდა იყო გამორჩეული, უნდა იყო ძალიან კარგი, ხალხს არაფერი ათქმევინო, ღმერთმა დაიფაროს ვიღაცამ კრიტიკა არ გამოთქვეს შენს მიმართ, რომ აი თურმე შენ არასწორად იქცევი და ყოველთვის მოითხოვე, რომ მოიქეცი ისე, როგორც მოიქცევა ყველა. ეს არის რთული თემა. სულ ყოველთვის იქნები ერთი და იგივე მდგომარეობაში, თუ მოიქცევი მასე. უნდა გადახედო შენ გამომცვას და გამოავლინო ის ბოქრომები, რა ბოქრომებიც ადევს შენს ეცნობიერს და გამოსწორო ცხოვრება. შენი მსჯელობის შეცვლა ყოველთვის შეცვალოს და აწიოს შენი ცხოვრების ხარისხი 1000%. ეს მე ჩემ თავზე მაგ გამოცდილი. მე როდესაც ვცდილობდი მოქმედა ისე როგორც ყველა, სანამ გადაღებას დავიწყებდი, პირველი ჩემი ბერკეტი იყო, რომ ეს გადაღება, რასამ ხალხი რას იტყვის. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო აზრი. ეხლაც არის მნიშვნელოვანი ჩემი ახლობლების, მაგრამ მაინც არის რაღაცა, რომ უნდა შეცვალო ცხოვრებაში. შენ თუ რაღაცას აკეთებ, ეჯახირები, აი როგორც კედელს დაეჯახო, ხო? და მაინც არ გამოდის. ყოველ წელს ერთი და იგივე რამეს იწყებ და ყოველ წელს ერთი და იგივე შედეგი აქვს. იმიტომ რომ ერთ და იგივე ნაბიჯებს დგავ, ერთი და იგივე ფიქრით უდგები ამ საქმეს და ყოველთვის მასე იქნება. აი შენ თუ შეცვლი შენ ფიქრებს და მოქმედების ტაქტიკას, კიდევ ერთხელ ვთქვი, რომ შენი ცხოვრების ხარისხი შეიცვლება 1000%. ეხლა ამ ვიდეოს ერთი ადამიანი მაინც თუ ნახავს, ერთი ადამიანი მაინც თუ გამოიაზრებს ამას, ხო? ვიტყვი, რომ ამ ვიდეოს მისია შესრულებულია. იმედია, რომ ბევრს გამოადგება ეს სიტყვები, რა სიტყვებიც ახლა მე ვთქვი. ცხოვრება არც ისე რთულია, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია, რთული არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი და იგივე ბილიკზე დავდივართ. შეცვალე ბილიკი და ნახავ, რომ ცხოვრება მშვენიერია.